სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1991 წლის 21 სექტემბერს. შემდეგ კითხვას სვავს პიროვნება, რომლის სახელით ჩვენ არ ვიცით, მას ორი კითხვა აქვს და მე გავყავი ეს კითხვები და ამითი დაამთავრებს კიდევაც ბატონი ჯონი ამ მგონი მე-19 განყოფილებას. 21 სექტემბრისას. გამარჯობა ჯონ, მე მინდოდა ორი სწრაფი შეკითხვა მომეცა. პირველი არის უფრო სიტუაციური ეთიკის შესახებ. მაგალითად, ვიღაცას ჯერა, რომ არსებობს აბსოლუტები. და ზოგი ფიქრობს, რომ არსებობს ასევე ნაცრისფერი რაღაცა სიტუაციები, ხომ, სადაც იმის და მიხედვით სიტუაციურად როგორ არის ეს ხელსაყრელი უნდა იმოქმედო. და მათ ერთ-ერთი ესეთი ადგილი მოიყვანეს. თუ ერთი ადამიანი მისდევს მეორეს და ის აპირებს, რომ ზიანი მიაყენოს ან დააზიანოს მეორე ადამიანი იმინდის. და ვთქვათ, ეს ადამიანი, რომელსაც მისდევენ, თქვენთან სახლში შემოვარდება და იმალება თქვენ სახლში. დევარი მოდის და კარზე გიკაკუნებ და გეუბნება. ჯო ბლუ აქ არის? და თქვენ უნდა მოიტყუოთ, არა. ახლა მე ვიცი, რომ ტყუილი ცოდვაა, მაგრამ მე როგორ უპასუხოთ ასეთ სიტუაციაში? ანუ არსებობს აბსოლუტები? რა არის მართალი, რა არის არასწორი? ეს დამოკიდებულია სიტუაციაზე თუ არა? ჯონ მაკარტური პასუხობს. ახლა თუ თქვენ აპირებთ კამათს აბსოლუტებზე, უნდა დავიწყოთ აქედან. თქვენ გჯერათ, რომ არსებობს სამყაროში აბსოლუტები. და პასუხს ვერ მიიღებთ თქვენ თუ წინააღმდეგი იქნებით მაგალითად და იტყვით, რომ იცით რა არის? არ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ არსებობს აბსოლუტები, მაგალითად, თუ თქვენ გადახტებით შენობიდან, იცით ხომ თქვენ მოკვდებით, ჩავარდებით. და არა აქვს მნიშვნელობა რა ეთიკას ატარებთ. არა აქვს მნიშვნელობა რისი გჯერათ და თუ არაფრის არ გჯერათ, არა აქვს მნიშვნელობა. აქ ამოქმედება გრავიტაციის კანონი, ანუ აბსოლუტური კანონი და თქვენ დაეხეთქებით მიწაზე და გასკდებით. ასე რომ არსებობს აბსოლუტები და თუ არის აბსოლუტურები ფიზიკურ სფეროში, ჩვენ სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ ეს ადამიანებშიც. თუ ფიზიკურ სფეროში არის აბსოლუტები, მაგალითად ცეცხლში თქვენ ჩადებთ ხელს და იწვევით. თქვენ გძნობთ ცივ-წყალს, თქვენ გძნობთ ცხელ წყალს, ანუ არსებობს აბსოლუტები. თქვენ უძრავ საგანს დაუძლეველ ძალში აყენებთ, ასე რომ თუ თქვენ დაგეცემათ ეს, აუცილებლად პრობლემები შეგექმნებათ, ასე რომ არსებობს აბსოლუტები. ასევე ჩვენ ვიცით მათემატიკაში, რომ 2 × 2 არის რა? 4. და ეს ყოველთვის 4-ია. თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ 3, სანამ სახეზე ცისფერი არ გახდებით თქვენ გაღალზე და ყოველ ჯერზე წეროთ 3-3, მაგრამ ეს სწორი არ იქნება, ხო? ის მაინც 4 რჩება. ასე რომ თქვენ უნდა დაიწყოთ იმ ფაქტით, რომ არსებობს აბსოლუტები და ყველაფერი, რაც თქვენ უნდა აჩვენოთ ამ ადამიანებს, ხომ? ვიც გეკითხებათ ესეთ რამეს. თქვენ უნდა დაუდასტუროთ მათ, რომ თუ ფიზიკურ რეალობაში არის აბსოლუტები, რატომ არ უშვებთ იმას, რომ იგივე სახის აბსოლუტები არის სულიერ სფეროში, ეთიკურ სფეროში, ზნეობრივში და მორალურ სფეროში. იმიტომ რომ იგივე ღმერთმა, რომლებმაც შექმნა ეს ფიზიკური კანონები ამ სამყაროში და ეს კატეგორიები, ასევე ეს ღმერთი უნდა იყოს ის ღმერთი, რომელმაც დაადგინა წესები სულიერ კატეგორიებში. ახლა თუ აპირებთ ისე დაუბრუნდეთ თქვენი მაგალითს კარზე დაკაკუნებას, ხო? და ამათი ანალოგიურად უნდა მივუდგეთ ამასაც. მე მახსოვს იყო ერთი პიროვნება, რომელიც ცდილობდა ჩემი შვილების მოტაცებას მემუქრებოდა და მან მახსოვს სახლშიც მოგვივარდა და აბრახუნებდა და ამბობდა, რომ მე დანამაკ და ეს ყველაფერი. მე ძალიან გულწრფელი ვიქნები თქვენთან, პირდაპირ უთხარი მას. თუ ამ კარიდან შენ შემოხვალ, არა თუ ჩემ შვილებს მიიღებ,
არამედ შენი თავი ენისონში გავარდება. ენისონი კიდე გარეუბანი არის გლენდეილთან. ზუსტად ეს უთხარი მას. ახლა მე არ მქონდა იარაღი ხელში და მე არ ვაპირებდი მის მოკლას. მაგრამ იქვე იყო ბეისბოლის ჯოხი. და მე ვზრუნავდი ამ სიტუაციაზე, რომ მე ტყუილი არ მეთქვა. იცი რა, სახში არავინ არ არის, სახში არ არიან ბავშვები და რაღაცეები მსგავსი. არა, მე პირდაპირ სიმართლე უთხარი მას იმ სიტუაციაში, რომ არ დამერღვია მე ის ცნება. და ამიტომაც გირჩევთ თუ მაგ სიტუაციაში მოხვდებოდით ხო თქვენ, რომელიც თქვენ მაგალითად გამოიყენეს მან სიტუაციური, ხო? თქვენ შეგიძლიათ რომ ყველანაირად თავი ტყუილს აარიდოთ. და თქვათ უბრალოდ მე პოლიციას დაუძახებთ. აქ არავინ არ არის, ვინც თქვენ გაინტერესებთ. უჯობესია წახვიდეთ და დატოვოთ და ასე შემდეგ. გმადლობთ ჯონ პასუხისათვის.